5 ოქტომბერს როცა დაიწყო კამანში შემოტევა 5 ივლისს იმ დღეს მე იქ არ მოვხვდი და რატომ მანამდე ერთი კვირით ადრე იყო ახალშენში მერხეულის ბატალიონმა გამოგვიძახა დასახმარებლად კამანელები რომ ჯერე კავშირი გაწყვეტა მაგათ ბატალიონი რომლის წევრიც იყო ჩემი აღველი მოგდაშნი მათი შემოთავაზა რომელიც საკითხავით კომიტეტად ხოდა გამოგვიძახეს თხოვეს დახმარებაზე გამსულიყავით საწყალი ზაზა პაკელიანი არ მიშვებდა მე ვთხარი მე ავიყვან ბიჭებს და წავალ ბიჭებთან ერთად 5 თუ 6 ბიჭი ავიყვანე და მე წავალ მაგათთან დასახმარებლად მეთქი და საწყალ ზაზა პაკელიანს თაბაშირში ჰქონდა ხერხენა და ზაზა მე არ მიშვებდა შენ აქ დარჩიო და მე წავალო და მე წავიყვანო ამ ბიჭებს ვეუბნები ზაზა გენაცვალე ბიჭო ხელი თაბაში გაძლია რომ გაიქცევა და თაბაშიში ომის შედეგად და ამაზე ვიკამათეთ და ძალიან ვიკამათეთ მაგრამ მე მაინც გავიტანე ჩემი მეუთხარი არ გაგიშვებ შენ დარჩი აქ ბიჭებთან მე ამ ბიჭებს წავიყვანე მეთქი და ასეც გავაკეთეთ საუბედუროდ რო ავედით ახალშენში რო გავყევით ამ ჩვენ კამანიდან ახალშენამდე გქონდა კავშირგაბმულობა პალევოი შნურით და ბახტა ერთ ადგილას ეს შნური გამწყდარია უკვე გასაგებია რაღაცა მოხდა და ბიჭებს ვითხარი შენიშნა ერთი ვაჟკაცი მკვდარი ჩვენი მებრძოლი მის მერხეულის ბატალიონის ეს უკვე ნახეთ და მის ახლოში იყო ჩასაფრებული ყოფილან და ეს მოუკვლიათ ეს საწყალი ვაჟკაცი და მეორე არცად არ ჩანს არა და მერხეულის ბიჭებმა გადმოგცენ რომ ორი არიანო გასული კავშირის აღსადგენად ერთად და რახანც მეორე არ არის უკვე გასაგებია და დავიწყეთ ძებნა მეორესი რო დავიწყეთ ძებნა უკვე ვნახეთ ბალახი ამოსული იყო კარგად და ნათლები იყო ადამიანის და მაშინ გავყევით ამ ყოველს გავყევით და ჩაგვიყვანა მდინარე გუმისთამდე ახლა დღეში ამერე ასვლა მე ჩამოსვლა და უკვე გადაღლილები ოფში გაწორულები ყველა და ასე ბიჭებმა 5 წუთი შევისვენოთ და დავიშალეთ ერთად რო არ ყოფილი ვიყავით ცოტა დავიშალეთ და ერთმანეთს რო ხედავდით ისე და ვინც ამ დროს ჩვენს პირდაპირ არის მდინარის მეორე მხარე სადაც არის კლდე და ამ კლდეზე არის ბილიკი то есть შეუძლია ხალხს გადაადგილება ბილიკით აი ჩვენ სადაც ვიმყოფებით აქედან მოწინააღმდეგეს მხარეს წავიდეს თავისუფლად ამ დროს ერთი მეორე მესამე გასროლა სამი გასროლა მოხდა და მოხდა ჩვენ ამ კლდეს რო უყურებთ ამ კლდის თავზე მოხდა ეს გასროლები და თანაც ენაზე კუთხურ ენაზე სვანურ ენაზე ბიჭებო აქეთ წამოდითო და ეს ხომ მიცანი ზაზას თურმე საწყალი ზაზა არ გაჩერდა მაინც შტაბში აიყვანა ორი ბიჭები ავიდნენ ნუ ახლა იქ ყველა მხოლოდ ვიცოდით მით უმეტეს სამოძრაო ბილიკები იყო ესენი და ჩვენ ხო ამ მხარეს ვიყავით წასული და თვითონ მეორე მხარეს წავიდა თუ მთელი ის ჯგუფი შემოსული არისო მაინც აქ გაივლიან და ამიტომ გზა გადაუკეტა ჩასაფრება უნდოდა გაიკეთებინა მაგრამ რომ მოვიდა ამ ბილიკამდე აქ უკვე მოწინააღმდეგე მხარეს მებრძოლებს გადაკეტილი აქვთ და ელოდებიან ამომსვლელს ეს ხო დაინახა ზაზამ და რა თქმა უნდა ყველა მაიყვანეს თვითო სამიზნეზე ერთდროულად გასროლა თვითო გასროლა და ესენი მორჩნენ მაგრამ ამათ უკან ზურგში ედგათ კიდე სტრახოვკა მაგათი დაცვა ამათმა ესენი უკნიდან ყარავულობდნენ და აქ წინიდან სამი ვაჟკაცი მოუკლეს და იქ ისეთი ადგილია რომ ცოტას ქვევით ჩამოყავდა გადმოსახტომი იყო და უკვე კლდეს ეფარები და საწყალი ზაზას მაგავიგეს ამურად დაუკვირა აქეთ წამოდით და ისე გამოვიდნენ იქიდან და ამათ გამოეკიდნენ უკვე და ეს დააცვა და ძალიან დიდი ძალა და ესენი ჩამოხდნენ ამ კლდიდან და თავისუფლად ერთი ნაკაწრით არ ქონდათ ისე მოაღწიეს შტაბში მაგრამ აი ახლა სადაც ჩვენ ვიყავით 5 წუთიან დასვენება რომ გადავწყვიტეთ აქ თურმე ჩვენგან საწყალი გენადი როგორ დაიღუპა ჩვენ ყველა რო ვიჯექით სანამ ეს როლა ატყდებოდა ყველა ვისვენებდით და ეს როლა რო ატყდა საწყალი გენა გაიქცა ქვედა მხრისკენ
მეოთხარი არ გაიქცეთ ერთმანეთი მხედველობიდან არ დავკარგოთ იცეთი გენადი რაგვარია გადრანი გენადი გადრანი საუკეთესო ახალგაზრდა ვაჟკაცი და საუკეთესო მებრძოლი აი მართლაც რომ უკეთეს ვერ ინატრებს ადამიანი ისეთი ვაჟკაცი იყო და ეს გაიქცა და დინარისკენ იქაც გეგულებათ ისინი ვიც თურმე აქ საითაც ეს გაიქცა აქ თურმე ის ჯგუფი რომელიც ერთი მოკლა და მეორე ენა წაიყვანეს ეს ჯგუფი მდინარისგან ჩაჭრილი ადგილი არის იქ იყო და თურმე ამაზე არიან მიფარებულები ჩვენგან სულ 30-40 მეტროში ისიც არა ალბათ საწყალი მალხაზი მახვდა იქ და მალხაზი თქვენი ძმა მალხაზი კახიანი ხო ახალწლები გამედა დიახ გავაგრძელოთ მაშინ თქვენ ბარემ დიახ ორი წუთი ჩავეთები რომ დიახ დასაგეთ შენ გარდა მალხაზი გენადი ბადრანი ნოდარი ბაკელიანი ნუკრი ლაცაბიძე და ბადრიკიცია აჰა ნუკრი არა ლაცაბიძე და ხდება მე ბადრიკიცია ბატონო ეხლა რახანც ეს გასროლა მოხდა აქიდან უკვე არ მოველოდით რა თქმა უნდა ჩვენგან 30 მეტროში გასროლა მოხდა მე გამიქეცი არ მახსოვს მეორე ვინ გაიქცა იმ მხარეს საწყალი გენადი პირდაპირ ამ იქ ყოფილი სამანქანო გზა იყო მაგრამ ეს ბალახი ამოსული და წავიდა მე ჩვენ შორის ამას მოუკლო ხო გაიგეს რომ აგერ ერთი ყველაზე დაუნდობელი ბრძოლა ყველაზე მძიმე და აგერ 30 მეტრში წავიდა ამ ჩვენ ჯგუფსა და მოწინააღმდეგე ჯგუფ შორის ბრძოლები ოლეგ პაკელიანი მახვდა კიდე ოლეგ პაკელიანი ხო და წავიდა ამ ჩვენ შორის ბრძოლა ნუ ეს თხე ადგილი არის იყო ხო და რა თქმა უნდა იქითაც ზაურა ფლასიძე ისიც მახვდა იქ ზაურა ფლასიძე მე და ზაური ერთ პოზიციიდან მასშტაბოდით ბრძოლობდით ხო და ეს მოყევით ამ ნუკრი დაიჭრა ეს მე იმიტომ ასე მოგვაწვდინა ხმა მალხაზ კახიანმა ისაუ ბიჭები დაჭრეს მალხაზი მოგვაწვდინა ეს ხმა რაგვარი იყო ეს ლაცაბიძე ნუკრი და ბადრიკიცია ნუკრი კი არა ის გენადი დაღუპულია